მე თუ მკითხავ, ქვეყანაში ალბათ მაქსიმუმ 2 დასვენების დღე უნდა იყოს, ერთი ალბათ შობა და მეორე დამოუკიდებლობის დღე. Რაღაცნაირად იმათ გძნობ ხოლმე, რომ დამოუკიდებლობის დღეს რომ ისე სათანადოდ რო არ ვაფასებთ, რომ ეხლა უყურებდი რა, აღლუმის ამბავს უყურებდი, ესეთიო დამოუკიდებლობიო არასოდეს არ ყოფილვართო რა, იძახდნენ და არ და დამოუკიდებლობას სხვა რამეს ნიშნავს, დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ მართლა შენ წყვეტს რა, შენს ამბავს და ხალხს ესმის, რას აკეთებს და აი ეგ დამოუკიდებლობა არასოდეს არ მოგვიპოვებია, რასაც მართლა თავისუფლება ქვია, დამოუკიდებლობა იმისგან რომ ვიღაც მოსკოვიდან არ გინიშნავს ბელაც ერთია, მაგრამ ის რომ შენ თვითონ გადავალი თამასა რომ მაგას დაუძახო დამოუკიდებლობა ნამდვილი. კი ბატონო და ეხლა მაგალითად რაღაც ხოცები რომ ვიღაცას ებრძვიან რომ რა ვიცი გენდერის კანონი რომ თავის დროზე მიიღეს პრემიერ-მინისტრი რომ დანიშნეს ან რაღაცა რომ აი ეხლა თურმე აღარ ნიშნავენ და თვითონ იღებენ იმ კანონებს რაც გაუსწორდებათ ეს რომ მიაჩნიათ დამოუკიდებლობა მე მგონი ძალიან რაღაცნაირი პროფანაცია და დაკნინება ამ სიტყვის რასაც დამოუკიდებლობა გულისხმობს. სიტყვების შინაარსი რო არ ვიცით ხომ ეგეც ხო მაგაში ვლინდება სინამდვილეში დამოუკიდებლობა ცალკე აღებული ესეთ არაფერ ღირებულებას არ წარმოადგენს თუ მას თუ არ გესმის ის რა არის და რისთვის არის საჭირო. ჩვეულებრივი იარაღია რომ გამოიყენო იმისთვის რომ აი რაღაცა მართლა შემოღობილს და წეღარაუყურს თქვი დაადგინო ის წესები რომელიც შენ მოგწონს და არავის რო არ კონდეს ამაზე გავლენა გარდა შენისა და ჩემისა რომ მე და შენ რაზე ვთანხმდებით მართლა ისე ცხოვრობდეთ პლანეტის მასშტაბით რო წარმოიდგინო რა 200-მდე ადგილი არსებობს სადაც ვიღაცეებს შეუძლიათ რომ საკუთარი წესრიგი დაადგინონ რა და ესეთი დიდი ფუფუნება გვაქვს და ფიზიკურად ამ ფუფუნებას უბრალოდ არც ვაფასებთ და არც ვიყენებთ